საკანონმდებლო ორგანოში დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ნოდარ ხადრუმა პლენარულ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამამუშავებელი ვარიანტი უნდა წარადგინოს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ მთავრობამ პარლამენტის შენიშვნები გაითვალისწინა. საპარლამენტო ოპოზიცია კი ბიუჯეტის პარამეტრებს იწურებს. პროექტის მიხედვით ბიუჯეტი 9 მილიარდ ლარს შეადგენს. გაზრდილია ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა უწყებების დაფინანსებაც. ბიუჯეტის სესიაზე გატანის შემდეგ კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. გადამუშავებული რედაქცია კი დეკემბერში შევა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტი ფინანსურ დოკუმენტს კენჭს დეკემბერში უყრის. ბიუჯეტის წარმოადგენელ პროექტს ნამდვილად ვერ დაუჭერთ მხარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბიუჯეტი არ ემსახურება ეკონომიკის განვითარებას, ეს ბიუჯეტი არ ემსახურება დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას. მათ მიერ გაცხადებული თუნდაც 2015 წლის სექტემბრიდან პენსიის 10 ლარით ზრდის დაფინანსების წყაროც კი არ არის, ასე ვთქვათ, მითითებული, რომელიც სოციალური ნაწილს უკავშირდება. შეკითხვების დიდი ნაწილი, რაც ჰქონდა პირველი შემოტანის შემდეგ, საკმაოდ დიდი ნაწილი გათვალისწინებულია. ამასთან ერთად არის გარკვეული სიახლეები, რაც შეეხება საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, ასევე მოგეხსენებათ ფინანსთა მინისტრმა ახლა განცხადებაც გააკეთა ყველა პენსიის 10 ლარით მომატებასთან დაკავშირებით.